და მიუხედავად იმისა, რომ 31 დეკემბერმა უკვე გაიარა 12 საათი დადგა, ახალი წელი მოვიდა ჩვენთან. სადღესასწაულო ამბები ამით არ მთავრდება. ანი მამულაშვილი რიყის პარკში იმყოფება დღეს დილიდან და ვინ არის ეს რა არსება? დილამ შვიდობის ბატონო კოტე გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს. მინდა მივულოცო ახალი წელი ძალიან მხიარული განწყობაა გალამაზებულ რიყეზე და 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ძალიან საინტერესო ღონისძიებებს თავაზობთ. აქ მოსულ სტუმრებს თუ რაზეა საუბარი და რა ღონისძიებები იგეგმება რიყეზე, ამას ახალი წლის ღონისძიებების ორგანიზატორი ნინუსა ბუცხლიკიძე მოგვიყვება. დილამ შვიდობისა ნინუსა, რას პირდებით? აი ძალიან ლამაზ სანახაობას ხედავს ახლა GDS სტილის მაყურებელი, კიდევ რას პირდებით აქ მოსულ სტუმრებს? დილამ შვიდობის პროექტში მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ ვისაუბრო ამ ყველაფერზე, რაც რიყის პარკში ხდება. მინდა მიულოცო თქვენს ტელემაყურებელს. ეს არის ერთი ყველაზე პატარა ნაწილი იმ დიდი შოუსი, რაც დილიდან საღამომდე ხდება რიყის პარკში და რაც ხდება აქ მოსულ ოჯახებს. ერთი წუთი უნდა შეგეწყოწინო, ძალიან დაბნეულია, დარწმუნებული ვარ. ეხლა ჩვენი მაყურებელი ვერ ხვდებიან რა ქვია ამ სანახაობას და რა არის რომ განუმარტოთ. ეს არის slink show. ეს არის slink show. ადამიანი, რომელიც ანუ ამ კოსტუმში არის შიგნით მოთავსებული, ასვათ რაღაც სხვადასხვა ნომრებს და ძალიან საინტერესო slink show არის. კი, slink show. მოკლედ აქ იწყება 12 საათიდან იღვიძებს აქაურება და სამწუხარო ხარ, რომ თქვენი დილა ცოტა უფრო ადრე იწყება ვიდრე ჩვენი 12 საათზე იხსნება მთელი საშობაო სოფელი. საშობაო სოფელში არის უგემრიელესი წყვილეული ნუგბარი გლინტოინი, რაც აქ სიცივეს ასე ვთქვათ გვატანინებს. აქ არის სიგურები ყინულის მოედანზე ახლა შეძენილი ძალიან ბევრი 80 წყვილის სიგური ასე ვთქვათ. არის ადამიანები, რომლებიც ასწავლიან პირველად დადგომის მსურველებს, ან პატარებს საშიშროება არ არის, რომ ისინი დააყენონ მშობლებმა. არის ცოლის ბაბა, რომელიც უხვად ადიგებს საჩუქრებს, სპორტული ღონისძიებები, მხიარული სტარტები, ბავშვებისათვის, სუპატარებისათვის, ანიმატორები, გასართობი სხვადასხვა ღონისძიებები, პატარა მასაკის ბავშვებისათვის, პატარა ბატუტი, დიდებისათვის ასევე გასართობი სხვადასხვა ატრაქციონი. მოგეთ ყველაფერი აქვს, ასევე უსაყვარლესი პონები, რომლებიც ესე მოიჩილად არიან ჩვენთან და ბავშვებს აწევენ ამ მხიარულს. მოკლედ აქ არის ყველაფერი იმისთვის, რომ შევიქნათ წინა საახალწლო განწყობა და აღარ წინა არა, უკვე საახალწლო განწყობა, ასევე ჩვენთან ერთად არის ილუზიონისტი, რომელიც GDS სტილის მაყურებლებისთვის გააკეთებს ძალიან საინტერესო ფოკუსებს. დილამ შვიდობისა, ძალიან მადლობა, რომ მოხვედით. მოდით დავიწყოთ ფოკუსების გაკეთება და ხო არ მასწავლის თან რამის გაკეთებას? კი შეიძლება, ოღონდ თუ საიდუმლოა, კარგით, მაშინ მოდით დავიწყოთ. ჩვენ შევეცდებით ნაწილი გაჩვენოთ იმ ყველაფრის, რაც ჩვენ აქ ვაკეთებთ ხოლმე. აი ესე. ოპა! შემდეგ ხდება ესეთი რაღაცა. ვაიმე! მარტივია სათანამაზე. ეს არ გაფრინდება? მე ჩემთან მოვა? აი ესე ტაში უნდა მივიჩვიო. ხო არ წავა? არა, შეძლებოდი. ძალიან ჭკვიანია, რამე ხო არ ქვია? მაგას ქვია გუგუ. გუგუ, დილამ შვიდობის. სხვათა შორის ერთს კიდე ძალიან საინტერესო. დიახ. ფრაგმენტს ისევე იმისას, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ ხოლმე, ყურადღებით უყურებთ ხოლმე ხელში. ხელს ხო არ გიშლით? არა. თავარია კამერამ დაინახოს რას ვაკეთებ, ესეთი რამ. ოპა, წინა საახალწლო წითელი სანთელიც. სანთელი კი რა თქმა უნდა, სიმბოლურია ყურადღებით. უიანად იყავი გუგუ. ეს გაგა? გუგუ და გაგა. ეს მეგობრები არიან თუ დაძმა? რა თქმა უნდა, სხვათა შორის ვერ ვარჩევ მაცქეს, არ ვიცი რომელია, მაგრამ ძალიან თვინიერია. ეს გოგოა, რაღაცა იპრანჭება. ორივე იპრანჭებიან, ორივე. ერთმანეთს ეპრანჭებიან, ესე იგი. ვერ ვარჩევ ხოლმე რომელია, მაგრამ ყველა თვინიერია, ყველა ძალიან მორჩილი ასისტენტი. გუგუ ძალიან ჭკვიანია, ზის ძალიან ჭკვიანად მიუსმევ ახლა თავის მეგობარს. კი. კიდევ ერთი? დიახ, რა თქმა უნდა. ესე იგი, ესეთი საინტერესო რაღაცას მოვიტანეთ ჩვენ აქ, ესეთი. დიახ. 5 ცარიელი. რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი რომ ხდება. უი, უცბად აღარ იყო ცარიელი. ოკეი. ეხლა ესე იგი, აქ მას უნდა ეხლა ყურადღებით აკვირდება რა ფერია და რამდენია, ხო ვერ მეტყოდით? ერთია და თეთრი, დარწმუნებული ვარ. ერთი და თეთრი რა თქმა უნდა. ოპს. ორი და თეთრი უცბად. ეხლა არ მითხრათ რომ აქაც ტრენდია. ესეთი მისა. ეს გიგი. გუგუ, გაგა და გიგი. მოდი გიგი. აი თეთრი. ეგვიპტური დრედებია წარმოშობით ძალიან. ეგვიპტური. ძალიან ლამაზი. კიდე ხო არ გვაჩვენებთ რამეს?
თუ ცოტა ხნით შევისვენოთ. ცნაური მაგიდა მას კიდე მოტანილი არ ვიცი, ესე იქცევა ხოლმე ეს მაგიდა გავოცდები პირდაპირ. მაგიდაც კი უცნაური გაქვს. უცნაური და მე მგონი ცოცხალი როგორც ხო იცით ფოკუსები როგორ აი მე ხა მაგიდან ნამდვილი ადამიანი არ ამოუშვათ გაგა ან ვიღაცა. მოწევს. გოგი. ოლალა. მაგიდა დაფრინავს. ამ ფონზე მინდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ დროებით იქნება ეს დამშვიდობება. გუგუ, გაგა, გიგი, ყველანი აქ ვართ გალამაზებულ რიყეზე და ძალიან მალე დაგიბრუნდებით თოვლის ბაბუასთან ერთად. დროებით. ანი, ჩვენ გახსოვენებულები ვართ, სამწუხაროდ ვერ მოვასწარი, რაღაც ისქოვნა მინდოდა, მაგრამ მეორე ჩართვის დროს მართლა ვერ მივხვდი, შენ იცი? ბუშტის მაგიდა. აბა მეც ვიზავო მაგას. ეს ბუშტის მაგიდა არ არის. არის. კარგი, ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ანის მეორე ჩართვა ერთი სული მოქვს კიდე როდის ვნახავთ, როდის შევხვდებით ჩვენ ილუზიონისტს და გარდა ამისა მინდა რომ მთლიანად დაგვეთვალიერებინოს, იმიტომ რომ თოვლის ბაბუას თურმე ისეთი ლამაზი, რომ სანამ მივა მინდა რომ ჩართვაში მაინც ვნახოთ. ჩვენ რეკლამაზე უნდა